სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრებს ქართულ ენაზე და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა მე მგონი ჩვენ დავფარეთ, მაგრამ არ გვაწყნდა გამეორება და ამიტომაც მე დავტოვე და მე არ გამომიტოვებია ჯერ რამდენი ხანია მოდიოთ 26 განყოფილება, ხო? უკვე 400 კითხვამდე გავეცეთ პასუხი, მე არც ერთი არ გამომიტოვებია, არ გადავახტი. და თუ გამეორება ვიმეორებ კიდევაც, იმიტომ რომ შეიძლება სხვანაირი კუთხით კიდე დავეანახო და კიდე უფრო სხვა ბიბლიური მუხლი იქნას ამის გასამყარებლად მოყვანილი. ამიტომ მე დავტოვე ყველა. ესეთი კითხვა არსებობს სასჯელის ხარისხები ჯოჯოხეთში. აუდიტორის დამსმელი არ ვიცით ვინ არის და ესე იწყებს. ჩემი კითხვა ეფუძნება მათეს სახარების მე-11 თავის 21 მუხლს. და ჯონ მაკარტური ამბობს, რომ ჩვენ უბრალოდ დავასრულებთ იმ ადამიანებით, ვინც უკვე ფეხზე დგეხართ მიკროფონებთან და ამას სწრაფად გავივლით. დიახ, გისმენთ, ესე იგი მათეს რომელზე ვლაპარაკობთ? მათეს სახარების მე-11 თავის 21 მუხლი. იესომ თქვა: "ვაი შენ ქორაზინო, ვაი შენ ბეთსაიდა. რამე თუ შენში მომხდარი სასწაულები ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო, ისინი დიდი ხნის წინ მოინანიებდნენ ჯვალოსა და ფერფლში. გეუბნები თქვენ, რომ ტვიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ." ახლა, როგორ შეიძლება იყოს უფრო ასატანი ტვიროსისა და სიდონისათვის, როცა გამოცხადების წიგნში მე-20 თავში მე-15 მუხლში ნათქვამია: თუ ვინმე სახელი არ მოიძენვა სიცოცხლის წიგნში დაწერილი, ის ჩაგდებული იქნება ცეცხლის ტბაშიო. თუ ყველანი ცეცხლის ტბაში იქნებიან, როგორ იქნება განსხვავებული ეს სასჯელი? როგორ ჩანს, არის რაიმე განსხვავება აქა? და ჯონ მაკარტური პასუხობს: დიახ, სასჯელის ხარისხები არსებობს და ამას ბიბლია ადასტურებს. ახლა ისინი, რა თქმა უნდა, ყველა უარყოფითი და ცუდია, მაგრამ მთავარი მუხლი ამის გასარკვევად, რომელიც ნახვაც თქვენ გსურთ, რომ ეს ახსნათ, ეს არის ებრაელთა წერილი, რომელიც არაერთხელ მე მომიყვანია. ებრაელთა წერილის მე-10 თავის 26 მუხლი. შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს? და აუდიტორია კითხულობს. რა თქმა უნდა, ვიდაიდან თუ ჭეშმარიტების შემეცნების მიღების შემდეგ განზრახ ცოდვას გავაგრძელებთ, ცოდვის მსხვერპლი უკვე აღარ რჩება ჩვენთვის. ხედავთ? ეხლა გთხოვთ რომ წაიკითხოთ ამის წინა ლექსი. არ მივატოვოთ საკუთარი შესაკრებელი, როგორც ეს ზოგიერთებს ჩვევი, არამედ ვამხნევებდეთ ერთმანეთს და მით უმეტეს, როცა ვხედავთ რომ ახლოვდება ეს დღე. ხედავთ, ჯონ მაკარტური ეუბნება აგრძელებს. ეხლა გთხოვთ ამის შემდეგით წაიკითხოთ. რომელს გულისხმობთ? 29 მუხლი წაიკითხეთ. კარგით. როგორ ფიქრობთ, რამდენად უმკაცრეს სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც ფეხებ ქვეშ გათელა ღვთის ძე და უწმინდურად ჩათვალა იმ აღთქმის სისხლი, რომლითაც იგი განიწმინდა და შეურაცხყოფა მიაყენა და შეურაცხო მადლის სული. და ჯონ მაკარტური აგზელს. ხედავთ, რა არის ამ ლექსის პირველი რამდენიმე სიტყვა? აუდიტორიდან პასუხობენ: რამდენად კაცრი. ხედავთ, ესე იგი სასჯელის ხარისხები არსებობს. რამდენად კაცრი. ზოგიერთი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე სხვები. იმის და მიხედვით, თუ რამხელა ცოდვა ქონდა თქვენ ქრისტესთან მიმართებაში. ქრისტეს უარყოფის, რომ თავიდან ადამიანმა აღიარა სიტყვიერად, ნომინალურად, მერე კი უარყო და მიატოვა. და უფრო დიდი განაჩენი იქნა გამოტანილი ქორაზინზე და ბეთსაიდაზე, რადგან მათ გამოეცხადათ ფიზიკურად იესო თავისი სასწაულებით, ხოლო ტვიროსსა და სიდონს არ გამოცხადებია. ასე რომ ეს აჩვენებს იმას, რომ არსებობს სასჯელის ხარისხები. ამიტომ სასჯელის ხარისხები უნდა იყოს და ჩვენ არ გვესმის ეს, რას ნიშნავს? იმაზე მეტად, რაც არ გვესმის ჩვენ ჯილდოების შესახებ, როცა არის ლაპარაკი, იცით ხომ? როცა ქრისტიანები სხვადასხვა ჯილდოებს მიიღებენ. რადგან სრულყოფილებაზე მეტი რამდენი შეიძლება ხო კონდეს, მაგრამ ეს არის ის, რასაც წმინდა წერილი გვეუბნება. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.